ბანკმა რესპუბლიკამ თბილისში აღმაშენებლობის გამზირ ნომერ 83-ში ახალი რიგით 38 სერვის ცენტრი გახსნა და საკუთარ მომხმარებელს უამრავ ახალ პროდუქტსა თუ მომსახურებას დაპირდა. ახალი სერვის ცენტრის გახსნისას ბანკის გენერალურმა დირექტორმა კრისტიან კარმანიოლმა და ბანკის კომერციულმა დირექტორმა რამაზ კუკულაძემ საკუთარ მომხმარებლებს ბანკის შემდგომი განვითარების სტრატეგია გააცნეს. ბანკი რესპუბლიკა როგორც უნივერსალური ტიპის ფინანსური დაწესებულება თანაბარ ძალისხმევას უთმობს როგორც საცალო, ისე მიკრო და მცირე ბიზნესის სრული სპექტრის საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფას. აღმაშენებლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედ მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ბანკ რესპუბლიკის მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობა ამიერიდან სხვა უბანში გადაადგილების გარეშე შეეძლებათ. ახალი სერვის ცენტრი კლიენტებს კვირაში 6 დღე მოიმსახურება და სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს. ჩვენ ვცდილობთ რომ მოვერგოთ ბაზარს და ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებს. ჩვენი მიზანია რომ რაც შეიძლება უფრო მეტად დავაკმაყოფილოთ ჩვენი კლიენტების მოთხოვნები. ვიყოთ ინოვაციურები, რადგანაც დღეს ბიზნესი დიდი ტემპებით მიდის წინ და ვცდილობთ რომ ამ ფონზე კლიენტებს მუდმივად შევთავაზოთ სიახლეები. ჩვენი სტრატეგიაა რომ ვიყოთ ინოვაციური ბანკი. გავხსენით ახალი ფილიალი, რომელიც მდებარეობს მარჯანიშვილის მოედანზე. ეს არის საპილოტო მოდელი, გამოირჩევა იმით, რომ თავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს უნივერსალურ მომსახურებას, რაც გულისხმობს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მომსახურებას და ერთ-ერთი გამორჩეული, რაც არის სხვა ფილიალებისგან, არის მოლარე ოპერატორების მომსახურება დამატებული. ეს ნიშნავს იმას, რომ საოპერაციო მომსახურებასთან ერთად ჩვენი მოლარე ოპერატორები ასევე გარკვეულ ლიმიტის ფარგლებში ნაღდი თანხით მომსახურებასაც გაუწევენ მომხმარებლებს. ჯერჯერობით ინერგება მხოლოდ 3 ფილიალში არის და შემდგომ ნელ-ნელა სხვა ფილიალებშიც გავრცელდება.